დონეზე, უხილავ დონეზე. არის დასაშვები. ჩემს შესაძლებლობებს ცდება ახლა მაგის პასუხი. არა, უნდა დაუგვირდება. არ დაუგვირდება. სამყარო აგებული არის სამართლიანობაზე თუ სამართლობაზე მეთის მიერ. არა, რა თქმა უნდა სამართლიანობაზე. დასაშვებია წამის მეასეცი რომ რამე უსამართლობა მოხდეს. აბა ის კაცობრიობაში როგორ არის უსამართლობა, მაგრამ ზევიდან ღმერთი მე სამყაროზეა საუბარი. არა, ზევიდან, ქვევიდან ნებისმიერ შემთხვევაში ახსნათ რა არის უსამართლობა მაშინ. და სამართალი რა არის? სამართლიანობა რა არის და უსამართლობა რა არის? შენ რა სიტყვა შენახა შენს გეკითხები? არსებობს თუ არა უსამართლობა? დასაშვებია თუ არა უსამართლობა? სადმე, როდესმე ხდება თუ არა? მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ჩადის უსამართლობას. ესე იგი არსებობს უსამართლობა. ჩაიდინა კაცმა უსამართლობა, არსებობს უსამართლობა. შენ რა სიტყვი? მე ვამბობ, რომ არ არსებობს უსამართლობა და ჯერ გავარკვევთ რა არის უსამართლობა. სამართალი რა არის? გაიხსენეთ სამართლიანობის ქალღმერთი როგორია? რა უჭირავს ხელში? ალბათ სასწორი. ერთ ხელში. მეორეში? ოჯახში პატარა. რაიო? შემაქო. ოჯახში. მეორე ხელში რა უჭირავს? ერთ ხელში სასწორი, მეორეში? თემიდას რა უჭირავს? მახვილი. ორლესული მახვილით იცავს სამართალს, მაგრამ სასწორი რაშოში? რაშოში სასწორი და სამართლიანობა ნიშნავს წონასწორობას. დაუშვებელია წონასწორობა. მაშინვე აი ან ქიმიურ დონეზე, ან ფიზიკურ დონეზე, ან ფსიქიკურ დონეზე, ან ნებისმიერ დონეზე რომ დაუშვათ და მოხდას უსამართლობა, მაშინვე ეს სამყარო ხო ერთმთლიანია, სიცოცხლე ხო ერთმთლიანია, უკიდეგანო სიცოცხლე. ამას ხო ერთი ქსოვილი აქვს თავისი. უსამართლობა ნიშნავს, რომ ეს ქსოვილი გაიხეს. და როდესაც ქსოვილი გაიხევა, ეს ხდება კიდევაც და ახერხებენ ადამიანები ამას. თუმცა ატომგულის გახსნა რო ხდება, ატომური აფეთქება რო ხდება. ამას მოყვა მე ჯაჭვური რეაქცია. და მაშინვე ირღვევა ქსოვილი სამყაროსი და რადგანაც ჯაჭვური რეაქცია ქვია, წესი და კანონი, უნდა დაიშალოს მთელი სამყარო. ერთ წამში ერთი ატომი რო აფეთქდა და დაიშალა იქ გასვლა ხო? იმ შემდეგი მისივი რა ატომებიც არა ისინი სპეციფიკა. მე ის და ერთ წამში მთელი სამყარო უნდა გაქრეს და განადგურდეს. მაგრამ გარკვეულ ზღვას აღწევს და ისევ ლოკალიზაცია ხდება და ისევ აღსდგება ქსოვილი სამყაროში. გინდას მიწისქვეშ ააფეთქონ, გინდა წყალში ააფეთქონ, გინდა ჰაერში ააფეთქონ და გინდა ხიროსიმაზე ააფეთქონ. ვიღაცა იჭრდება, ვიღაცა. დამშვიდობება უნდა შეიძლება. შეიძლება. უკაცრავად. შენ რაც ვინამარაგებ, ეს არის. სოვასიების მაშინ სადაა? ტიპი. და ამ სამართლიანობას ზეც საუყურებს. იმ წამსვე, როგორც კი აფეთქდა ატომი, ერთი არის ნათელი, მეორე არის ბნელი. ხო? ერთი არის ღმერთი, მეორე არის ეშმაკი. ეს ორი ძალა არის გაბატონებული დედამიწაზე და ჩემთვის ის იქნება და ჩემში ის დამკვიდრდება, რომლისგანაც მე შეგნებულად შევბრუნდები. ამიტომ მე ვაღიარებ ჩემს პატრონს. ერთ ხუთს ვაღიარებ, მოინათლები ხო კარგი. თუ ეშმაკს ვაღიარებ, კარგია რა ჩემთვის, მაგრამ ქრისტე გეუბნება, რომ ოღონდ კი შენ შეგნებულად გადაწყვიტე და თავისუფლებას გვანიჭებს მეთი არჩევანის. რა მიმართულებითაც ნაწარი. ნათლობა ხო ჩავუტაროთ, ამას გუშინ რო ჩავატარეთ, ნათლობა ხო კარგი იყო ნათლობა. იხდი რამეს. მამა პეტრე სადამყავს? არ ვიცი.
დაუძახე რა.